მინდა ფერმერებს რეკომენდაცია გაუწიო საადრეო ჯიშებზე, რომელიც დაიწესდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ესენი არიან ნიჩი ნანი, მიხო ვასე, ტია ხარა, იურა ვასე და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მასზე ადვილად შესაძლებელია ყველა აგროტექნიკური ღონისძიების ჩატარება და ასევე მოსავლიანობის მხრივად არ ჩამორჩება საგვიანო ჯიშის მოსავალსაც. ძირითადად გურიაშიც, აჭარაშიც და სამეგრელოშიც მანდარინი შენდება დახრილ ფერდობებზე, რომ მეწყერმა შემდგომში არ შეუქმნას მანდარინის პლანტაციას საშიში მდგომარეობა. განსაზღვროთ ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა, ლაპარაკია პH-ზე. ვიცით, რომ pH-ი მანდარინისათვის საუკეთესო არის 6-დან 6.5-მდე. თუმცა pH-ის კონტროლი დარგვის შემდეგად შესაძლებელია ქიმიური მელორაციის საშუალებით. აუცილებლად ნერგის შეძენისას გავითვალისწინოთ უნდა ის გარემოება, რომ ნერგი ყოველთვის ჯობია შევიძინოთ დახურული ფესვთა სისტემით. იგი გაზაფხულზე თავისუფლად აგრძელებს ზრდას ღია ფესვთან შედარებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორმოშის სუბსტრატის მომზადებას, რომლითაც პირველ წლებში უნდა იკვებოს ახალგაზრდა მცენარე. ჩვენ ხშირად ხვდება ბაღები, როცა ძალიან მაღლა შტამბი გაკეთებული, აუცილებლად ნერგის დარგვის დროს მცენარე უნდა გადავჭრათ, ანუ დავანშტამბოთ ნიადაგიდან 30-40 სანტიმეტრზე. მანდარინის გასხლა აუცილებელია სამომავლო კვირტების მომზადებისათვისაც. გასხლა აუცილებელია, მეგობრებო, იმისათვისაც, რომ ჩვენ ტოტებს შორის კონკურენცია მოვსმოთ. რაც მეტი ტოტია, მეტი კონკურენცია საკვებზე და წყალზე. გასხლა აუცილებელია, იმიტომაც რომ ჩვენ ფორმირება მივცეთ მცენარეს გასხლის. ძირითადად ციტრუსში არის ორი მეთოდი, ერთი არის გამოხშირვა და დამოკლება. ფოსფოროვანი, კალიუმიანი და აზოტოვანი სასუქების მიცემა აუცილებელია მცენარისათვის. თებერვლის ბოლოს ვაძლევთ ფოსფორიან და კალიუმიან სასუქებს და აზოტს, რა თქმა უნდა, ყვავილობის წინა პერიოდში. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მავნებლის, დაავადების გამომწვევი სოკოების თუ მწერების ანატომია, ფიზიოლოგია, რომელ ფაზაში იკვებება და მავნეობას, ინვაზიურობას აკეთებს, რომ ზუსტად იმ ფენოლოგიურ ფაზაში ჩვენ მოვახდინოთ მანდარინის შეწამვლა. ზოგადად მანდარინს აქვს შემდეგი დაავადებები: გუმოზი, ეს ცნობილი დაავადება, ფიტოპტორა, ანთრაკნოზი, ქეცი, ანუ მეჭეჭიანობა, სიდამპლე და ასე შემდეგ. თუმცა მინდა აღნიშნო, რომ პლანტაციიდან გასვლის შემდეგ დასაწყობების დროსაც შეიძლება დაავადებები გაგრძელდეს, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დასაწყობებულ მანდარინს, რომელიც 15-დან 1 თვემდე ინახავს ფერმერი. მანდარინის კრეფა ვიწყებ ჩვენ, როცა ფიზიოლოგიურად უკვე დამწიფდება, თუ საგვიანო ჯიშია ნოემბრის შუა რიცხვებიდან, საადრეო მანდარინს უკვე 10 ოქტომბრიდან ვიწყებთ. ფიზიოლოგიურად მწიფეა, როცა 70% უკვე გაყვითლებულია და ტექნიკურად მზად არის მანდარინი მოსაკრეფად.